ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. წმინდანთა ცხოვრება. წმინდა მაკრინე კაბადოკიელი. ეკლესიის ისტორიაში არსებობენ წმინდანები, რომელთა ღვაწლის არამხოლოდ საკუთარი სულის განწმენდით, არამედ მთელი მათი ოჯახის სულიერი სიდიადით იზომება. კაბადოკიის კულტში მეოთხე საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალი, რომელმაც აღზარდა, შთააგონა და ჭეშმარიტების გზაზე დააყენა ქრისტიანული სამყაროს უდიდესი მამები. ეს გახდათ წმინდა მაკრინე, ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის უფროსი და, რომლის ცხოვრებაც უსისხლო მოწამეობისა და სულიერი სიბრძნის საოცარი მაგალითია. მაკრინე დაიბადა კონსტანტინე დიდის მმართველობის ეპოქაში, კაბადოკიის უდიდეს ქრისტიანულ ოჯახში, რომელსაც საფუძვლად მტკიცე სარწმუნოება ედო. მისი მშობლები, წმინდა ბასილი უფროსი და წმინდა ემილია, სულ 10 შვილს ზრდიდნენ, 4 ვაჟსა და 6 ასულს, რომელთაგან პირმშო სწორედ მაკრინე გახდათ. სანამ ჩვილი მოევლინებოდა ამ ქვეყანას, წმინდა ემილიამ ძილში საოცარი ჩვენება იხილა. მასთან მივიდა ნათლით მოსილი უფლის ანგელოზი, ალერსიანა ჩეხე და მუცელში ოპყრმას და სამჯერ უწოდა თეკლა. ეს იყო ზეციური მინიშნება იმისა, რომ გოგონა პირველ მოწამე თეკლას მსგავსად იცხოვრებდა, თუმცა სისხლს არ დაღვრიდა, თავისი ასკეტური ღვაწლით მაინც ეწამებოდა ქრისტესთვის. მიუხედავად იმისა, რომ ნათლისღებისას გოგონას თეკლა დაარქვეს, ოჯახმა და ნათესავებმა მას მაკრინე შეარქვეს. ეს სახელი მას დიდი ბებიის წმინდა მაკრინე უფროსის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის მიერ ქრისტიანთა სასტიკი დევნის დროს მეუღლესთან ერთად უმძიმესი განსაცდელი გადაიტანა და რწმენამ მტკიცედ შეინარჩუნა. ღვთისმოშიშმა დედამ იმდროინდელი არისტოკრატიული ტრადიციის საწინააღმდეგოდ თავისი ასული ძველ ბერძნულ მითოლოგიასა და წარმართულ ფილოსოფიაში კი არ განსწავლა, არამედ სოლომონის სიბრძნითა და დავითის ფსალმუნებით აღზარდა. მაკრინე ბავშვობიდანვე უარი თქვა ამაო გართობაზე. იგი დროს ხელსაქმესა და ოჯახის მოვლას უთმობდა. ყოველ საქმეს კი ფსალმუნთა გალობითა და ლოცვით იწყებდა. 12 წლის ასაკში იგი საოცარი სილამაზით გამოირჩეოდა. მისი ბიოგრაფი წერს, რომ მხატვრებსაც კი უჭირდათ მისი მშვენიერების ტილოზე გადმოცემა. მრავალი მდიდარი და წარჩინებული ოჯახი სთხოვდა მამას მის ხელს. ბასილმა ასულისთვის ერთი კეთილგონიერი ყმაწვილი შეარჩია. თუმცა ღვთის განგებით ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე სასიძო მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ ტრაგედიის შემდეგ მრავალი შემოთავაზების მიუხედავად მაკრინემ მტკიცედ გადაწყვიტა სამუდამოდ შეენახა ქალწულება. მათ ვინც დაქორწინებას ურჩევდა, საოცარი სულიერი სიბრძნით პასუხობდა. ცუდი საქციელია ქალიშვილისთვის ერთზე დანიშნული ცოლად სხვას გახვეს. უნებრივის ჯულით მეუღლე ერთი უნდა გყავდეს, როგორც ერთხელ იბადები და ერთხელ კვდები. მე ვისზეც ვარ დანიშნული, მას მკვდარს ვერ დავარქმევ. ის არ მომკვდარა. წამს მკვდრეთით აღდგომისა და ვიცი, რომ ჩემი სასიძო უბრალოდ სხვა ქვეყანაში წავიდა. საყოველთაო აღდგომამდე. სიცხვილია იმ ცოლისთვის, რომლის ქმარით შორს წავა, ის კი ერთგულებას არ შეინახავს. მამის გარდაცვალების შემდეგ მაკრინე ერთგულად ამოუდგა მხარში დაქვრივებულ დედას. იგი უკანასკნელი მხევალივით ასრულებდა ნებისმიერ მძიმე საოჯახო საქმეს და ამავდროულად იქცა მეორე დედად თავისი უმცროსი და-ძმებისთვის. მისი გავლენა ოჯახის წევრებზე განუზომელი იყო. როდესაც მისი ძმა ბასილი სხვადასხვა ქვეყანაში ხანგრძლივი სწავლისა და უმაღლესი საერო განათლების მიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, იგი თავისი რიტორიკული ნიჭითა და ცოდნით საგრძნობლად ამაყობდა. წმინდა მაკრინემ თავისი თბილი, დაბალი და ღვთისმსულიერი სიტყვებით ძმა მალე ისეთ სიმდაბლეში მოიყვანა, რომ ბასილიმ სრულად უარყო წუთისოფლის დიდება. გამქვეყნიურ კარიერაზე ხელი აიღო და სამონასტრო ცხოვრებას შეუდგა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მის ჩამოყალიბებას დიდმამად და ეკლესიის სვეტად. მაკრინემ უდიდესი სულიერი კვალი დატოვა თავის დანარჩენ ძმებზეც, გრიგოლზე, რომელიც შემდგომში ნოსის ეპისკოპოსი გახდა, ნავკრატიუსზე, რომელმაც მეუდაბნეობის ღვაწლი იტვირთა და ნაბოარა პეტრეზე, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა. მაკრინეს ხელით აღიზარდა და მოგვიანებით სებასტიის მღვდელმთავარი გახდა. როდესაც დები დაქორწინდა, ხოლო ძმები საეკლესიო ასპარეზზე გამოვიდნენ, მაკრინემ დაარწმუნა დედა, რომ სრულად განდგომოდნენ წუთისოფელს. წმინდა ემილიამ გაათავისუფლა ყველა მონადა მხევალი. მათ პონტოში, დინარე ირისას ნაპირზე მდებარე საოჯახო მამულს მიაშურეს, რომელიც ბასილი დიდის სამოღვაწეო უდაბნოს მახლობლად მდებარეობდა.
მათთან გაყვნენ ყოფილი მხევლები და კეთილმსახური ქალები, რომელთაც ქალბატონების მიტოვება არ ისურვეს. აქ მათ დაარსეს დედათა სავანი, სადაც ყოფილი დიდებულები და ყოფილი მონები სრულ ერთ სულოვნებაში, თანასწორობაში, ლოცვასა და მკაცრ მარხვაში ცხოვრობდნენ. მათ შორის არ არსებობდა შური, რისხვა ან დიდების მოყვარეობა. სამოსი, ტრაპეზი და ყოველი ნივთი საერთო ჰქონდათ. მაკრინე უმკაცრესი იყო საკუთარი თავის მიმართ. ერთხელ მას მკერდზე უკურნებელი, ავთვისებიანი სიმსივნე გაუჩნდა. დაავადება სწრაფად იზრდებოდა და გულს უახლოვდებოდა, რაც სასიკვდილო საფრთხეს ქმნიდა. დედა ევედრებოდა მკურნალისთვის ეჩვენებინა სხეული, თუმცა მაკრინემ მამაკაცი ექიმების წინაშე მკერდის გაშიშვლებას ტანჯვა და სიკვდილი ამჯობინა. იგი თავის სალოცავ ოთახში ჩაიკეტა. მთელი ღამე ცრემლით ევედრებოდა უფალს შეწემნას. მერე კი ცრემლით დასველებული მიწა სარწმუნოებით მიიდო მტკივან ადგილას. მეორე დღეს სიმსივნე სრულად გაქრა და მის ადგილას მხოლოდ მცირე ნაიარევი დარჩა, როგორც უფლის სასწაულის მარადიული ნიშანი. წმინდანის ლოცვით უამრავი სხვა სასწაულიც აღესრულებოდა. შიმშილობის ჯამს მონასტერში ხორბალი სასწაულებრივად მრავლდებოდა. ხოლო მომსვლელები სულიერი და ხორციელი სწავლებებისგან სწრაფად იკურნებოდნენ. წმინდა ემილია ღრმა მოხუცებულობაში მაკრინესა და პეტრეს ფლავებზე გარდაიცვალა. სანამ გარდაიცვლებოდა, მან შვილებს თავისი უკანასკნელი, წინასწარ მეტყველური კურთხევა დაუტოვა. მან ხელები დაადო მათ და უფალს შეჰღაღადა. უფალო, შენ მოგიწყვნი ჩემი წიაღის ნაყოფთაგან პირველსა და მეათეც. პირველ შობილი ქალიშვილია ჩემი, ხოლო მეათედი ჩემი ბოლო ვაჟი. და ეს შეწირო იქნან ისინი კეთილსასურველ მსხვერპლად და გადმოვიდეს მათზე შენი სიწმინდე. ამ სიტყვებით მან მშვიდობით ჩააბარა სული უფალს და შვილებმაც იგი უდიდესი პატივით დაკრძალეს. მოგვიანებით ბასილმა დიდმა ძმები გრიგოლი და პეტრე სასულიერო იერარქიაში აამაღლა, რამაც მაკრინეს გული უდიდესი მადლიერებით აავსო. 379 წელს ბასილი დიდი ძალზე ახალგაზრდა გარდაიცვალა, რაც ეკლესიისთვის უმძიმესი დანაკარგი იყო. ბასილის გარდაცვალებიდან 9 თვის შემდეგ ანტიოქიის საეკლესიო კრებიდან მომავალმა გრიგოლ ნოსელმა გადაწყვიტა დიდი ხნის უნახავი და მოენახულებინა. გზაში მან სამჯერ იხილა ერთი და იგივე წინასწარმეტყველური სიზმარი. ხელთეპყრა წმინდა მოწამის ნაწილები, რომლებიც ისე ბრწყინავდნენ, რომ თვალს სჭრიდნენ. სავანეში ჩასულ გრიგოლს დახვდა უმძიმესი სურათი. მაკრინე სასიკვდილო სარეცელზე იწვა. მას მდიდრული ლოგინიც კი არ გააჩნდა, მიწაზე ძველი კონკები გაეშალა და თავი ხის კუნძზე ედო. ძმის დანახვისას მან უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, ღმერთს მადლობა შესწირა და ისეთი ამაღლებული საუბარი დაიწყო ადამიანის შექმნაზე, სიკვდილსა და საუკუნო ცხოვრებაზე, რომ გრიგოლი ნატრობდა. ეს დღე არასოდეს დასრულებულიყო. შუა დღისას, როდესაც სხეული საბოლოოდ მოუძლურდა, წმინდა მაკრინემ ბაგეებით მხოლოდ ღმერთთან საუბარი განაგრძო. საოცარი თამდაბლობით მან წარმოთქვა. მომიხსენე მე უფალო სასუფეველსა შენსა, ვითარცა შენი სასოებელი ავაზა კი მოიხსენე. შემინდე შეწოდებანი ჩემნი საქმითნი, სიტყვითნი და გონებითნი. მან პირჯვარი გადაისახა და 380 წელს სული უფალს შეჰვედრა. მისი მიცვალება ჩვეულებრივ 7 წილს გავდა. მონასტრის დების გლოვა უსაზღვრო იყო. როდესაც გრიგოლ ნოსელმა იკითხა, ჰქონდა თუ არა მიცვალებულს ახალი ტანსაცმელი დასაგრძალად, მონაზონმა ლამპადია მცრემლით უპასუხა. ამ დაკონკილ ტყავის, უბრალო და ძველი სამონაზვნო სამოსის გარდა მას არაფერი დარჩენია. იგი ყველაფერს გლახაკებს აძლევდა. თავისი სიმდიდრე მან ცათაშინა დაიუნჯა. გრიგოლმა თავისი ახალი მღვდელ თავრის შესამოსელი გაიღო და დას უდიდესი პატივი მიაგო. ბესტიანემ წმინდანის მკერდიდან მოხსნა რკინის ჯვარი და რკინის ბეჭედი, რომლის თვალშიც ცხოველს მყოფელი ჯვრის ნაწილი იყო ჩატანებული. წმინდა მაკრინეს ცხოვრება დარჩა ქრისტიანული ოჯახის დამდაბლობისა და უსისხლო მოწამეობის უბადლო ნიმუშად. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა მაკრინე კაბადოკიელის ხსენების დღეს ყოველწლიურად 1 აგვისტოს აღნიშნავს. ტელერადიო კომპანია Georgian Times. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი. სცენარების ავტორები ნოდარ მელიქიძე, მირზა ცხოიძე. მონტაჟისა და ხმის რეჟისორი ნოდარ მელიქიძე. გახმოვანება დავით ხვადაგიანი.